ყურადღება. მზად ხართ ყველაზე დიდი სიურპრიზისთვის. ძალიან მაგარია. მაშასე 3, 2, 1. 2-ს არხზე იწყება დიდი მარათონი. თუ გინდა რომ 2-ს ერთად გადაიღო YouTube ვიდეო, აი ამის მფლობელი უნდა გახდეთ. ეს არის 2-ს მარათონი, საიდზე დავამატეთ ესეთი აქცია, რომ თუ შეიძენთ ჩვენ ხუთს, საჩუქრად მოყვება ქუდი, ანუ ორ შენაძენს აკეთებთ ერთის ფასად და ამ 200 შეკვეთაში ჩვენ ჩავდებთ სამცალში აი ამ ოქროს ბარათებს და ვისაც ამოუვა ეს ოქროს ბარათი, ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ჩვენთან ერთად გადაიღებს YouTube ვიდეოს. არ მოგესმათ, თუ ჩვენ საიტზე შეიძენთ ხუთს, საჩუქრად მიიღებ ხუთსაც. ზოგიერთ შემთხვევაში, სადაც ხუდი და ხუდი ერთად იქნება დამაოლია ოქროს ბარათი. პირველ 200 შეკვეთაში 3 ბარათია. ამიტომ იჩქარე. და თუ ეს ბარათი შენ შეხვდა, შეიძლება რომ მთელი დღე გაატარო 2-სთან ერთად და მონაწილეობა მიიღო ჩვენს YouTube ვიდეოში. დღეს კი ჩვენს 12 გამომწერს პირადად მიუწვენ საჩუქრს. მაგრამ სანამ საჩუქრებს დავარიგებდეთ, გელამ გადაწყვიტა მართას გახუმრებოდა. თუმცა ეს ხუმრობა ცოტა ძვირად დაგვიჯდა და პირობას ვდებთ, რომ ამ პრენკს აღარასდროს გავიმეორებთ. ახარ გამიკეთეთ რა. აი რა მე მიყიდეთ. მივხვდით, რომ მართა არის ძალიან კეთილი წამოთ როზე ვუთხრეთ ბიჭო. და ძალიან ერთგული მეგობარი. ძალიან საყვარელია, როგორც დაუდგა გვერდში თავის ძმას ეს ბავშვი. ამ ვიდეოში გაიგებთ, დაიჯერებს თუ არა მართა გელას ხუმრობას, გაბედავს თუ არა მანასთან ამის თქმას და როგორ დასრულდება ეს ყველაფერი. და ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა. გჯერა რომ ოქროს ბარათი შეიძლება სწორედ შენ შეგხვდეს. დაიჯერე, რადგან შეუძლებელი არაფერია. ალბათ ერთი სული გაქვს გაიგო თუ როგორ გავეხუმრეთ მართას. ამიტომ მოდი ვნახოთ რა მოხდა. ეხლა მივდივართ მართასთან, უნდა გამოვიყვანოთ ბანაკიდან და უნდა მოვატყუოთ, რომ ვითომ ერთ-ერთი შეკვეთა დავკარგე, იმიტომ რომ შეკვეთების დარიგებაში ვართ მე და მანა დილიდან. ხო და მართას უნდა მოვატყუოთ, რომ ვითომ ერთ-ერთი შეკვეთა დამიკარგა რა და რა რეაქცია იქნება, ძალიან საინტერესო იქნება და რა გამოსავალ შემოთავაზებს, როგორ დამეხმარება, რომ მანას ეს ყველაფერი არ გავაგებინოთ, ან გავაგებინოთ ისე, რომ გადავრჩეთ. მართ, და დავიმართეთ. კაი, იმას გამოვხსნათ. დღეს ის აქცია თუ რაღაც გავაკეთეთ რა. შეკვეთები იყო საკაიფოდ 1-10-12 წელი დავარიგე და ერთი დამეკარგა. რას ნიშნავს? რა მაღაზიაში შევედი და დავდიე და რო გამოვდიოდი აღარ იყო და იმათაც არ ვიცით და რა უვით კამერების კეკვას ხო არ დავაწყებინე. ბევრი რაღაცა. ისი და ქუდი და ხუთი. და მანას არ მithავს რო უთხრა გაგიჟდება და რა გავაკეთე. ვითომ არაფერი არ მოხდა. ახლა შევხვდო დავაწერ და მე და მორე დათვლილი ხო გვაქვს და რო დააკლდება? ან ვარ უთხრა საერთოდ? ხო შენ უთხარი მაშინ რა. ხო და ანუ კისოჩქეო ეტყვი? ხო. მიდიქთ ხო. ხო და ის შეკვეთები მივიტანე, მაგრამ ერთი დააკლდა. რას ქვია დააკლდა? მართან ვიღაც ვაჩუქეო. რა? ვისაც რა სისუნელია კაცო? ხო ვაჩუქე ანუ. ხო. ანუ ძალიან უნდა ანუ მეთქი ხა ერთ ვაჩუქებ თქო რა, იმიტომ რომ ისაც დაბადების დღესთვის ფიქრობდი რა, ხო და ერთი მეთქი ანუ ვაჩუქე თქო და ვაჩუქე. და როდის მოასწარი? ჩემთან იყო ამოსული. დღეს არა კაცო. გუშინ იყო გუშინო. დაბა იმ შეკვეთაში რომელი წავიღოთ? ვერ მივხვდი ანუ კი საჩუქარი ხო აჩუქე დაბადების ღერო ქონდა. ხო. მერე მოიცა მივწერო რომელი აჩუქე? ანუ იმისია სპეციალურად დაუკვეთეს მარათონიდან და მაგაში ოქროს ის მგონი და მივწერ მაშინ რომ გადავუცვლით. კაი? უკვე იქნება ცუია ბავშვს. შენ კიდე არ მოგეთქვა რომ ჩუქედი. შეგიძლია რომ ეგ ზედა გადაგვიცვალო. რაღაცას რო აკეთებთ კაცო, ჯერ შემეკითხეთ რა. იქ იყო ოქროს ბარათი. შეგეკითხოთ რა. შეკვეთა წაიღე მის სატანას და რანაირად აღმოჩნდა სხვასთან. ხო და გუშინ აჩუქა, გუშინ და ერთი დააკლდა მაგი. და ოქროს ბარათი იქ არის. და გამოვართვათ მე უთხარი შენ კიდე. წამოთ როზე ვუთხრეთ ბიჭო, სახში ვარდები ჩამო რა. კაი. მოდი, სახში ვარდები. სიმაიკაო. უთხარი მაშინ, მაგრამ უთხრა. კაი არ უთხრა, დაკარგა უთხო. არ დაკარგა, არ უთხრა. მან უთხრა. არ უთხრა, დაკარგა. რა, სახში არა? რა ხდება გოგო, არ მაქვს ამდენი დრო. აუ რა, იქ არის. კაი რა. კაი უთხარი, მიდი. მანანა მოდი, კაი ხო, არა. მანანა. ავიდა მგონი. რა მოხდა? როგორ დაგიძრა გვერდში? რა, ხო. აუ რა საყვარელია. დაიბრა ახლა? მე ძალიან კარგად თამაშობდი არა? ხახო, მე რომ მსახიობი ვარ. საერთოდ ვერ მიხდი გოგო? ვერო. ყველა ზარო მე მომენტში შეგეშინდა. აუ მე რავი რომ მიდიოდი.
ვიკტორ უნდა რომ დაუძახე? ანუ კი? აი რავე მიყიდეთ. მართლა ცოტა დატრამულია. აი მანქანაში სულ რატო იპრენკება? ძალიან საყვარელია, როგორც დაუდგა გვერდში თავის ძმას ეს ბავშვი. ცოტა ბრაზიანია, მაგრამ ჩვენც რა უნდა მეთქვა? არა, კარგად მოიქეთ. შენ ბოლომდე თან ანუ აი არ გაყინა რა? ძალიან ერთგული ხარ ყოჩახ შენ დაიმსახურე საჩუქარი. აი მართლა. ახარ გამიკეთოთ რა. ხო. შემეშინდა. როზე შეგეშინდა. მე ავდიოდი ანუ კისთან და მაგითო. შერცხვებოდა, მაგრამ დაუძახე ანუ კი. ანუ კი აქედან მოკითხვა, ანუ კი გვიყვარხარ. მართლა არ გეგონა თუ მართა ასე ინერვიულებდა. ესე ძალიან წარკინდოდა. ამიტომ ერთ რამეს გვპირდებით. მართას აღარ დავპრენკავთ. სამაგიერო დამიერიდან სრული უფლება აქვს ჩვენზე იძიოს შური და ყველაზე გიჟური პრენკები მოგვიწყოს. ასე რომ შემდეგ ვიდეოებში უკვე ჩვენ უნდა შეგვეშინდეს. დაელოდეთ რას მოგვიზადებს მართა. ჩვენ ოფიციალურად პენსიაზე გავედით და დღეს მართას ყველა სრულის შევასრულებთ. მანამდე კი დროა თქვენი კომენტარები წავიკითხოთ. მანანა და მართა მე ძალიან მიყვარს თქვენი ვიდეოები. თქვენი თითოეული ვიდეო, რასაც დებთ, მაძლევს პოზიტივს, ენერგიას, ხალის და სიხარულს. თქვენ საუკეთესოები ხართ. მადლობა მინა და ამდენი თბილი სიტყვებისთვის. და ახლა ვეგეთქვი ჩვენს პატარა საიდუმლოს, საიდანაც ეს ხალისი და ენერგია მოდის. სიკეთე არის ჩვენი სუპერძალა. ამ იდეებს კი გულით ვატარებთ. ახლა დრო ვნახოთ როგორ გამოვიწყიდეთ დანაშაული და რა დავამზადეთ თქვენთვის. წარმოგიდგენიათ რომ შეიძლება რომ ეგ ოქროს ბარათი მოიგოთ და ანუ ჩვენთან ერთად რო გადაიღოთ ვიდეო, ანუ ძალიან მაგარია. ოქროს ბარათი შენ ერთ როგორ უნდა იყოს? იცი როგორ? აი ეს არის ის ოქროსფერი ბარათი რო ამოდის შოკოლადში რაღაცის როა კილოსავით. ფულისავით უნდა იყოს ოქროსი და კუთხა შესაძვე უნდა ეწეროს შუაში. ვენ მოიგეთ ეს და შუაში ორი ერთნაირი. მოკლედ ეხლა მივიდივართ საკანცელარიაში რომ ვიპოვოთ ან ვიყიდოთ ეგ ოქროს ბარათი და ეგ ოქროს ბარათი იდება 3 შეკვეთაში. ანუ თუ შენ ამოგივიდა ეგ ძალიან ღრმიანი ხარ და ერთად გადავიღებთ ვიდეოს. ამიტომ წავით ეხლა მოუწებინოს. მოუძებნოთ ოქროსფერი ბარათი. მოუჯობა. იხარამე ოქროსფერი. მადლობა. ახალდის. აია რა. აი მეგობრებო, მოკლედ ესეთი იქნება გამარჯვებული ბარათები და შიგნით ჩავაწერთ წარწერას, რომ გილოსოთ თქვენ მოიგეთ. და ჩვენი სამივეს ნაწერები ამ იქნება. შეკვეთა მოვა ესეთ პარკში და ამ პარკში ქუდის და ჰუდის გარდა კიდე ესეთი კონვერტი თუ იქნება, ესე იგი ხარ გამარჯვებული. ამ მარათონში მიიღებს 200 ჩვენი გამომწერი მონაწილეობას. შედიხართ ორი ერთნაირი წერტილი ჯიზე, სადაც ხვდებათ პირველივე გვერდზე ძალიან დიდად წერია, რომ ხუთს თუ შეიძენთ, ქუდი მოყვება საჩუქრად და როგორც კი შეიძენთ, ავტომატურად ჩაერთვებით ამ მარათონში, ჩვენ გავამზადებთ შეკვეთას, აი ზუსტად ასე, როგორც გავამზადეთ. შეკვეთა როდესაც მოვა, თუ აი ეს აღმოჩნდება თქვენს პარკში, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ის ერთ-ერთი იღბლიანი ჩვენი გამომწერი ხართ და თქვენთან ერთად გადავიღებთ ვიდეოს. ანუ დაგიკავშირდებით პირადად მე, გელა და მართა და ჩვენ 4-ვე წარმოიდგინეთ, გადავიღებთ YouTube ვიდეოს და ჩემთვის ძალიან მაგარი იქნება. ჩვენ ძალიან გვაინტერესებს და ძალიან გვიხარია, რომ ამის შესაძლებლობა გვაქვს. მე რაღაცა მოვიფიქრე. აბა რა მოიფიქრე? რომ როგორ მომიხად ბოდიში. აი, როგორ მოგიხაროს ბოდიში? როგორ და უნდა მეკიდოთ ქვიშები. აი იგი ძალიან კარგია რა, დამამშვიდებელი. რა შენ რაში გჭირდება დამშვიდება? 11 წლის ხარ, რა მაგიჩა ნერვები ჩვენ ვიკითხოთ უფროსებმა. მოკლედ პირველი ეს ბარათი ვისაც მოვა მოკლედ ძალიან ერთელიანია რა. გილოცავთ შენ მოიგე ოქროს ბარათი. აი ამ კონვერტში იდება ესეთი დაწერილი წერილი და ესე შეგხვდათ ჩვენთან ერთად გადაიღებთ ვიდეოს. პირველი ღბლიანი ბარათი. ეს მეორე. გელადე პირობას რომ ჩვენ გავამწერებთან ერთად ვიდეოს გადაიღებ? გულიანი არის ჩემი მეგობრები. ოკეი. ამ ვიდეოს ყურების შემდეგ, ვინც კი გადავა ჩვენ საიტზე და შეიძენს ჩვენ ხუთს და ქუდი საჩუქრად მოყვება, ავტომატურად ჩაერთვება ჩვენს გათამაშებაში და აი ეს 3 ბარათი, რომელიც ახლა მართას უჭირავს, გადანაწილდება ზუსტადაც ამ შეკვეთებზე. ერთი სული გვაქვს გავიგოთ, ვის შეხვდება ჩვენი ბარათი. მოდი ერთ თამაშს გათამაშებთ. გამოცადოთ რამდენად იღბლიანი ხარ. შემდეგ კი მართა გავახაროთ. ეკრანზე ორი ვარსკვლავია. გამოიცანი რომელია ოქროსფერი. მარცხენა თუ მარჯვენა. ამ სამ კონვერტში ერთში ოქროს ბარათია, აირჩიე სწრაფად. პირველი, მეორე თუ მესამე. კარგი, ახლა სწრაფი ტესტი. ეკრანზე წამით გამოჩნდება ოქროს ბარათი. შეძლებ დაინახო. ახლა უნდა წავიდე მე და უნდა რამე ვიყიდოთ რა. რამე რა, ანუ სკრუში ვნახეთ და ძალიან და ეგ უნდა ვიყიდოთ. ანუ ხომ მიხდით ხა. ესე რომ მაშინებენ, უნდა რამე მიყიდო ნაკეთი. ამიტომაც ახლა ვიყიდეთ და გაჩვენებთ. ხურდა დამიბრუნე. მე ვეუბნებოდი რომ მეთქი აი რატო ყიდვა ბუაზროვებს თქო? კიდე მიგდო რაღაცის ყიდვა. ბოდიში. აი კაი რაღაცა მომეცი?
ოი, რაღაც მომეცი. ეს შეგიძლია გახეთ ქოვაში. მომე. არ გავხეთ ხო რა ეს მოვაცალო ბადე. ხობამ. აი მე როგორი ანტისტრესია. გოგო დაამურატოი. ეხა მომიკურდა და ერთს მიყიდი მეც? კი, ინდივიდუალურად. კი. დაი მანქანაში გედეს. ვერაფერი გინდა? აი მე რა კაია. აი ხუკაია. აი მართა დასაჩუქდა ესეთი ანტისტრესით, მაგრამ იგი სტრესში მაინც არის ყოველთვის. აი ნახეთ. მომვე. იყები ხა წავა. კაია. ვეტყვი ქაც რომ ჩემ დასაც მოუნდა უბრალოდ 25-ისაა და ხომ ცოტა ნერვები დამშვენას სჭირდება ხოლმე. რა ღირდა ეხა ეგ? ორი არის. კაი მომიტანე მეც მიდი. მახე ახალი შენერთები. ეს მე? მართლა მომეწონა რა გავაკეთე. ეს ამაში მედება ხოლმე და როგორც კი გავნებულდები რა მოვიღებ და რა ვიქნებ მართლა მიშა. ოი მე რა ლამაზი არ მინდა რომ გამიცვალო ეს ჩემია. ჩემი ხო? ეგელა დაიჩაგე. კიდე რა იყინე? მართლა მაგარია. მე თუ მეყიდი შენც მეყიდი, კაი? აი, ეს უკვე არ მომწონს. ეს რა, ხაი. კვაწევითაო. კაი გამოვისყიდეთ დანაშაული? კი, რა დანა რაყრაყელი ხო არ გაქვს. სულ გონია რომ მანას აქვს ხოლმე დანა რამე ეგეთი მანქანაში. ეს მინდა გავხსნა. ხსნი ხალხნო. მარჩა. უფ. სადამდე მივედით. არ ჯობს ეგრე არანაირად აი ხალხო ნახოთ. ჩემი ჯობს. ეგრევე გააჭუჭყიან და ბავშვმა. გავრიცხავ სახში რომ. აუ ზაკაი აქ თხოთ. ორლარიანი დანაშაული. რა თქმა უნდა, მართა მხოლოდ სქვიში არ დაგმაყოფილდა, მაგრამ მოდი ჯერ მეორე ტოპ კომენტარით წავიკითხოთ. მართა მანადაგელა ძალიან მიყვარხარ. არ არსებობს ვიდეო, რომელიც არ მინახავს და ყველა იმ ვიდეოში ვსწავლობ. მაგალითად იმას, რომ შრომით ყველაფერი გამოგივა, ოცნებები ხდება, შეუძლებელი ხომ არაფერია. მე ანი მქვია მიყვარხართ. მადლობა ანასტასია, სწორედ შენაირი მაყურებლები გვაძლევენ ძალას, რომ ხანდახან ისეთი გიჟური იდეებიც ავასრულოთ, როგორიცაა მაყურებელთან ერთად ვიდეოს გადაღება. ერთი სული გვაქვს. ასე რომ ვიცი, შეიძლება ერთ დღესაც ჩვენს ვიდეოში აღმოჩნდეთ. ამისთვის აქციის ფარგლებში უნდა შეიძინოთ ორი ერთნაირის ჰუდი, რომელსაც ქუდი საჩუქრად მოყვება და იპოვოთ ოქროს ბილეთი და ჩვენთან ერთად შექმნათ ახალი ვიდეო. მართამ დაიმსახურა მშვენიერი ჭამა რაც უნდა და თომ იამი ეს არის ქათმის ფრთები რომლებიც ძალიან სოშია და ძალიან მომწონს და მეგობრებო ეს უნდა მივაყოლოთ რა არის თომი? თომ იამი არის ესეთი წვნიანი შეგარის ხორცი რაღაცეები და ანუ უნდა მივაყოლოთ ბარინჯი აი მე რა შვები მართლა ყოველ ჯერზე ვცდილობ რომ ისე აღებადავით რომ მაგარი ვარ, მაგრამ არ გამომდის და ვერ შევიგნე. ჩემი აზრით ძალიან გემრიელად გამოიყურება და გემრიელი იქნება. ეხლა გელა მოგიტანს ყოვს და ჭამე ყოვზეთ, კაი? მიდი გასინჯე. ჯერ წვნიანი. ბავშვი არ ჭამს პირას სახში გამ. ხო, სახში არ ჭამს და ეხლა ტომიამს შეჭამს. კაია? მაგარი ცხელია. ხო გიყვარ შენ ცხარე? გამასინჯე? ძალიან ცხარეა? ძალიან გემრიელია. ეს ჩაბაწო ნახეთ. ძალიან გემრიელია. რამდენი დავწერდი? 900. ძალიან. მოგახი რა ლამაზია ეს. ეს ჩვენი ლაფშა ქათმით, გელას კერძი. გემრიელად. მუკბანგი გვაქვს მეგობრებო. ჩვენ აღნიშნავთ ჩვენი მარათონის დაწყებას და ეხა პატარა მუკბანგს გავაკეთებ მე. მე ძალიან მიყვარს ქათმის ფრთები. და ვნახოთ ეხა როგორია ეს. მეგობრებო, მუკბანგი ჩემგან. დღეს გვაქვს თომ იამი, გავსინჯოთ. საგემრიელია. ძალიან. შეგნით აქვს, ანუ ეს ალბათ ანუ სოკოა. რაღაც ხორცია, ხა ეს ლიმონია მაგალითად. ხო, ანუ ქათმის ხორცია. საერთოდ მე გიჟდები ეს რაღაცებზე, ბევრი სოუსები როგდა. კაია? ძალიან აწამს უშუჭო. მართლა ძალიან ცხარია. ძალიან არა, მაგრამ ძალიან კაია. ესეც ქათმის ლაფშა. ალტერნატივი. ანუ მართას გავუკეთეთ პრენკი და ჩვენც ვიხეინეთ. გონი მართა სათანადო ბოდიში ნამდვილად მოუხადეთ. სხვათა შორის ამ დღეს კიდევ ერთი ძალიან მაგარი რამ მოხდა. მართა გაახარა ქალცაიმაც. როგორც ვიცი, ის არის ძალიან ცნობილი ტიკტოკერი და მომღერალი, რომელსაც მილიონობით ადამიანი ადევნებს თვალს. და წარმოიდგინეთ, მართა პირველი ადამიანი გახდა საქართველოდან, ვისაც მან უპასუხა. ასე რომ ეს დღე მართასთვის ნამდვილად დაუვიწყარი გამოვიდა. მოკლედ მეგობრებო, ალბათ იცით, ანუ მე ვიღებდი TikTok-ზე ესე ტრენდს. ვიღებ ვიდეოებს, სანამ კაცი არ შემომჩნევს. ხოდა 4 დღე გადავიღე სულ პირველი ვიდეო რო დავდე, ჯერ არაფერი არ ხდებოდა საერთოდ და მე მეთქე თან ძალიან დამეზარაკიც, მაინც არ შემომჩნევს ესეთი მეთქე. რატო თქო და მე აღარ მინდა თქო და ეხლა ჩემი მეგობრები მოდიოდნენ და ანუ ერთმა ბავშვმა თქვა რომ მართას ვიდეოზე კაცი და კომენტარი ოღონდ TikTok-ში წაშლი მქონდა რა. და მე არ ვიცოდი და რაო ყველამ რაღაცა და ნახეს და მართლა დაარეპოსტა კაცაი მოგონ მართლმა კაცაიმ და დააკომენტარა კიდეც რა ჩემს ვიდეოზე და ძალიან გაგვიხარდა. ეხლა შევიდეთ კაცაის იმაზე და ვნახოთ აბა დაგმტკიცე. ესა ჩემი ვიდეო.
და აი კაცაიმ დაარეპოსტა და ასე დააკომენტარა აი ესე როი ზანგამიხარ და არ მართლა არ მეგონა და გონი საქართველოში ვარ ვისაც აი ესე დაუწერა კაცაიმ ეხლა გავჩვენებ როგორ ვიდეოებს ვდებდი აი ეს არის პირველი ვიდეო ეს პირველი დღეა ის არის მეორე დღე აქ რაღაცნაირი ვიდეო გადაღება დამეზარდა რაც მქონდა ეს არის მესამე დღე ოპა ეს მეოთხე დღე აი ეს კარდები რო გამომაწეინე ხო აჰა რა საპირებ კიდე აპირებ ჩაწერას რამე ის არა ანუ დააკომენტარეს დაარეპოსტეს მეტი რა გინდა დაგაფოლოვონ მორჩა პირველი ქართველი ხარ ვინც ნახა კაცაიმ ინტერნეტში ბრავო ვიდეოს ბოლოსთვის ერთი ძალიან საყვარელი ამბავი შემოგინახეთ. დღეს ჩვენმა ერთ-ერთმა მაყურებელმა სიურპრიზი გაკეთა და საკუთარი ხელით გამომცხარი მაფინები დაგვახვედრა. ცოტა ხანში ბარბარისაც გაგაცნოთ, მაგრამ მაქამდე მესამე ტოპ კომენტარი წავიკითხოთ. გამარჯობა მართა, მანანა და გელა. ძალიან მიყვარს თქვენი თითოეული ვიდეო. ყოველთვის უყურებ, იმედია ტოპ კომენტარებში მოხვდები, რა თქმა უნდა, მთავარია გჯეროდეს, მაგრამ ძალიან მიყვარხართ. ასევე მარტო არ ვუყურებ თქვენი ვიდეოები, მშობლებისთვისაც კარგი კონტენტია. ასე გავიგეთ. თამარ ძალიან გვიხარია, რომ ჩვენს ვიდეოებს მარტო შენ კი არა, შენი მშობლებიც უყურებენ. ამიტომ ერთი თხოვნა გვაქვს მშობლებისთვის. მოგწერეთ კომენტარებში თქვენი აზრით. რას შეცვლიდით ჩვენ არხში, რას გვირჩევდით, არა ტიპის ვიდეოების ნახვა მოგწონთ, ყველაზე მეტად შვილებთან ერთად. როგორ ვამზადებ თითოეულ შეკვეთას. პირველ რიგში, აი პარკში მოვათავსე ქუდი, რომელიც შეკვეთეს. აუცილებლად ვაჩუქებთ ჩვენს აი ესეთ ულამაზეს გულსაბნევს. ესე ჩავაგდე. ეხლა დაუწეროთ ხელით წერილი რა. მადლობა, რომ გვიყურებ, გვიყვარხარ და გახსოვდეს, რომ სიკეთე არის შენი სუპერძალა და კეთილები უნდა ვიყოთ. ესეთი წერილი. ეხლა მივაწერ სიყვარულით 2-1-ი. ესეც ასე, ესეც ჩავაგდოთ. მოვიდა ჩვენი ქუდიანი 2-1 სტიკერიც მივაკრათ გარედან. ნახეთ რა ლამაზი გახდა. და ემუსაყვარდეს. შეკვეთას მე გელა და მართა მივიტანთ და გადავიღებთ. გამარჯობა. 2-1-იდან გირეკავთ. ბარბარე შენ ხარ? მანანა ვარ, როგორ ხარ? კარგად. ჩვენ გავამზადეთ შენი ქუდი და შეგვიძლია რომ მაქსიმუმ 1 საათში მოგიტანოთ. ქალაქში არ ხარ და როდის იქნები? კარგი, გირჩევნია რომ ხვალ მოგიტანოთ? კარგი, მაშინ ხვალ მოგიტანთ. გისმენთ? ალო. გამარჯობა. გამარჯობა. თქვენ ხართ მანანა? კი, გამარჯობა. ხო, მე ბარბარესები ხარ, ხა ესაუბრეთ, გამოვარდა კიუციური გახარებული და ისეთი მორიდებული ლაპარაკობდა თქვენთან. დიახ, ანუ ჩვენ გავამზადეთ თქვენი ქუდი და შეგვიძლია რომ მოგიტანოთ და იცით არის, ეხლა ქალაქიდან ვართ გამოსული იქით და კი ბატონო. ძალიან გვიან დავბრუნდებით. არა უშავს, ხვალ მოგიტანთ, არ არის არანაირი პრობლემა. მოკლედ მეგობრებო აი ეხლა ნახულობ გამარჯობა. ბარბარე შენ ხარ? მანქანაც იცნო. რა საყვარელი წერილი დაგვიწერა, ხო? იმე რა საყვარელი ხარ? საიდან იცანი ჩვენი მანქანა ვიდეოებიდან? მოდი სურათი არ გინდა რომ გადავიღოთ? მოდი მაშ. თან როგორ გთხოვა რომ თქვენ მომიტანეთო და მთელი დღე მაკიაჟს იკეთებს. მართლა, აბა მომხედე ერთი. მაიმე რა ლაღაზი ხარ? მთელი დღე გვეოდება, ხო? დიდი ხანია რაც გვიყურებ? კი. გინდა მოხდე ჩვენი YouTube-ში? ხანია გვაყურებ ჩვენ. რა პირველი ვიდეოდან. მართლა? როგორც კი დადეთ, ეგრევე. ჩვენი ქუდი შენ თვითონ შევკვეთე? ვა, აბა ნახე მიდი. წერილიც დაგიწერეთ. უნდა მოგიცხე? აი, ლამაზია. სალამაზია. რა მაგარი მაფინები გამოგვიცხო ნახე. აბა გასინჯე მართლა. პეპელები აქვს ხო ზედ? მართლა მაფინებით მოყვარულია? ძალიან კაია. მადლობა, ძალიან მაგარი მაფინებია. ძალიან გემრიელი. რა წერია? სიკეთე არის ჩემი სუპერძალა. აჩა. მადლობა. შენ ძალიან დიდი მადლობა. მეც უეჭველი შევჭამ. გელასაც ვაჭმევთ ამ მაფინებს. კარგად. მოდით ეხა გავსინჯოთ ჩვენი ბარბარეს მაფინები. გელასაც გავსინჯოთ რა თქმა უნდა. მანანავარიცოიცაც გავასინჯოთ, ხო? სუნიც ძალიან კაია. ძალიან გემრიელი მაფინებია. ბარბარე, მადლობა. პირველ 200 ადამიანს აქვს შანსი, რომ ჩვენთან ერთად გადაიღოს YouTube ვიდეო. ამისთვის უბრალოდ უნდა შეხვიდეთ 2-1-ი.gz-ზე. პირველივე გვერდზე არის ძალიან დიდად წერია ჩვენი აქცია, რომ 2 ვწყიდულობთ რეალურად 1-ის ფასად და პირველ 200 შეკვეთაში გადავანაწილებთ აი 3 იღბლიან ოქროს ბარათს. რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ეს ამოგივიდა, ჩათვალე რომ ერთ ვიდეოში თავიდან ბოლომდე იქნები 2 ერთნაირთან ერთად. თუ 3 ერთნაირთან, რა ვიცი, ვეღარ გავიგე.
მოგიგეთ ჩვენც მოკლედ. დღევანდელ ვიდეოს რაც შეეხება, მგონი მართას დაპრენკვა ძალიან ზედმეტად მოგვივიდა და აღარ დავპრენკავთ მოკლედ მართას, ცოტა ხანი ყოველ შემთხვევაში და ახლა უკვე ჩემი და გელას ჯერია. შეგიძლიათ იდეები დააკომენტაროთ, როგორ შეიძლება დავპრენკოთ გელა ან მე და მივიღებთ ამ იდეებსაც. მართამ, აი რავი, ისე დაუდგა გელას გვერდში, ისე დაუდგა, რომ ლამის გადაეფარა და რავი, თავის თავზე იბრალებდა, რაც ძალიან მაგალითვისებაა და ძალიან მეამაყება რა. მოკლედ, გეოდებით ამ სამი ოქროს ბარათის მფლობელები გადაიღებენ ჩვენთან ერთად YouTube ვიდეოს.